საქმე საღამოს ვაგრძელებს საფონდო ბირჟებზე საუბრით, რა თქმა უნდა, ვიწყებთ ამერიკის შეერთებული შტატებით, რომელსაც გუშინ საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა, საშუალოდ 9%-იანი ზრდა იყო და დღესაც, როგორც ხედავთ, Wall Street-ზე ინვესტორების განწყობა არის საკმაოდ პოზიტიური. S&P 500 ინდექსი ამ ეტაპზე არის გაზრდილი 0.19%, Dow Jones-ის შემთხვევაში მატება გვაქვს 0.24%, Nasdaq-თან მიმართებით კი კორექცია არის 0.13%. ამერიკასთან მიმართებით უნდა ითქვას ერთი საინტერესო რამ ის, რომ დაიწყო კორპორაციული სექტორის მხრიდან კვარტალური შედეგების გასაჯაროება, მეტას შესახებ უკვე მოგიყევით, მას ფენომენალური შედეგები აქვს, მაგრამ კარგი შედეგები არ ჰქონდა, მაგალითად Microsoft-ს, ასევე მომავალ კვირას უკვე შევიტყობთ Apple-ის, Amazon-ის და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების კვარტალურ შედეგებს, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში საფონდო ბირჟის ბედიღვალს წარმართავენ სწორედ ტექნოლოგიური გიგანტები. გადავინაცვლოთ ევროპაში, სადაც ინვესტორების განწყობა კიდევ უფრო უკეთესია, როგორც ხედავთ, 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია ლამის 0.90%-ით არის გაზრდილი. ასევე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება იაპონიაში, სადაც Nikkei ინდექსი 0.25%-ით გაიზარდა, შანხაის შემთხვევაში კი გვაქვს მცირედი კორექცია, ვარნა არის -0.07%. აქვე უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ნავთობზეც, მისი ღირებულება არის დღის განმავლობაში 9%-ით გაზრდილი, Brent-ის ფასი $77, WTI-ის ღირებულება კი $73 ნიშნულს უახლოვდება. მცირედი მატება გვაქვს რუსულ ნავთობთანაც, ის უკვე $70.9 არის ბირჟაზე. ხელმისაწვდომი. ბუნებრივი აირის ფასი არ შეცვლილა დღის განმავლობაში, მაგრამ ერთ კვირაში მატება 5%-ზე მეტია, როგორც ხედავთ, მეგავატის ენერგიის ღირებულება €41.9 ნიშნულს აღწევს. აქვე ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, მისი ფასი საკმაოდ მკვეთრად იზრდება, როგორც ხედავთ, 1%-ია მატება, ანუ ლამის $30 და უნცია მეტალის ფასი უკვე შეადგენს $2790. ერთ თვეში მატება 6.9%-ია, ერთ წლიან პერიოდში 37% და თუ კი ტენდენცია ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ მომავალ კვირას უკვე ოქრო ახალ ისტორიულ რეკორდულ ფასს დააფიქსირებს. ასევე საკმაოდ კარგი ვითარება არის კრიპტობაზარზე, როგორც ხედავთ, 2.9% გვაქვს ამ შემთხვევაში მატება, ბაზრის საერთო შეფასება ამჟამად შეადგენს $3.740 მილიარდ. ბიტკოინის ფასი $105,300 ფარგლებშია, თანაც საკმაოდ სტაბილურად, ეთერიუმის ღირებულება კი $3200 შეადგენს. კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ბიტკოინის უკვე უახლოვდება $2.1 მილიარდ, ეთერიუმი კი დაახლოებით $400 მილიარდ არის. ხელმისაწვდომი შედარებისთვის გეტყვით, რომ ამჟამად უკვე ბიტკოინის კაპიტალიზაცია აჭარბებს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟასაც უნდა გადავალოთ თვალი, სადაც მოგხსენებათ ქართული კომპანიები არიან წარმოადგენლნი, რომელთაც გუშინ ფენომენალური შედეგები ჰქონდათ, მაგრამ დღეს მცირედი კორექცია გვაქვს, მაგალითად, საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 2%-ით არის შემცირებული. TBC-ის შემთხვევაშიც კორექცია არის, დაახლოებით 1.72%, ხოლო რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას, მისი გაცვლითი კურსი დღის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა, დოლართან მიმართებით კურსი ისევ და ისევ 2.87-ია, ევროს კურსი არის 2.99, სტერლინგის გაცვლითი კურსი კი 3.57 და ბოლოს ორი სიტყვა უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, ლარში ინვესტორების შესაძლებლობაზეც, რომელსაც Foresight Investment Group-ი გვთავაზობს. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხაგანათვისות ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად სტანდარტულად შეადგენს 8.9%, ხოლო თუ კი ანგარიზე 50,000 ლარზე მეტი გაქვთ, მაშინ უკვე ამონაგების მოცულობა წლიურად აღწევს 10%-საც კი. სარგებელი თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურ რეჟიმში, მისი გატანა, თანხისაცლობის გაზრდა ან შემცირება შეგიძლიათ ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. თავად Foresight Investment Group-ი კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია.